სახელით მამისაითა და ძისაითა და წმინდისა სულისაითა. ის რომ ამ სოფელს ჭირი აქვს, როგორც ივანე ღვთისმეტყველი გვასწავლის. ეს ჭირი მრავალ რამაში ვლინდება და ერთ-ერთი ის, რაშიც იგი ვლინდება, ეს არის შფოთი, მუდმივი შფოთი, რომელიც ადამიანს აქვს ამ სოფელში. შფოთი იქიდან გამომდინარე, რომ ხვალინდელი დღე ყოველთვის ჩვენთვის უცნობია. არ ვიცით რა იქნება და როგორ იქნება, რწმენა ნაკლებია. აქედან გამომდინარე, იმედი არ არის ცოცხალი ჩვენში. რა თქმა უნდა, სრულად იმედი არასოდეს არ წარიცხება, მაგრამ სრულად იგი როგორც მთელი სისავსით იგი ჩვენ არ აგვაქვს. და ამის მიზეზი არის ის, რომ იმედის წყარო არის ღმერთი. იმედის წყარო ასევე არის ჩვენი ის მარადისობა, რომელსაც ჩვენ ვატარებთ. მაგრამ ეს მარადისობა იკვებება საფრთხო მადლითა და ენერგიით და როცა ჩვენში მადლი კლებულობს, ანუ იგივეა რწმენა კლებულობს, იმიტომ რომ ჭეშმარიტი რწმენა ნიშნავს ჩვენში მადლის ყოფობას, მაშინ იმედიც კლებულობს. იმედი კლებულობს და ადამიანს აღარ აქვს სიმშვიდე. ადამიანი არის შფოთში. ერთ-ერთი ნიშანი სწორი სულიერი ცხოვრებისა, როგორც ხშირად ვთქვით, ეს არის სიმშვიდე. უფალი გვასწავლის კიდევაც მშვიდ ვარ და მდაბალ გულით. ანუ სიმშვიდე, ჭეშმარიტი სიმშვიდე, ეს არის ღვთის მადლი. ანუ ის ნიშანი ჩვენთან ღმერთთან, ღმერთის ჩვენთან ყოფობისა, რომელიც აუცილებელია მისათვის, რომ ქრისტიანი გვერდოს. განსაკუთრებულად ეს უნდა იყოს ყოველთვის და განსაკუთრებულად ლოცვის დროს. განსაკუთრებულად ევქარისტიული მსახურების დროს. თუ ევქარისტიული მსახურების დროს და ლოცვის დროს შფოთი გვაქვს, ესე იგი რაღაცა პრობლემაა. და თუ სიმყუდროვეს პოულობთ, შინაგან სიმყუდროვეს, სიმშვიდეს, ლოცვისას, ევქარისტიული, ან საერთოდ ლიტურგიული მსახურებისას, ესე იგი ეს ნიშნავს იმას, რომ მადლი ჩვენთან არის ამ დროს. მაგრამ ამავე დროს ეს იმასაც ნიშნავს, რომ ჩვენ დამძიმებული ამას სოფლის შფოთითა და წინააღმდეგობებით, ტკივილებით, გვექნება ბუნებრივი უკვე სწრაფვა ლოცვისაკენ და ღვთისმსახურებისაკენ. იმიტომ რომ ჩვენ აქ პოულობთ იმას, რასაც სხვაგან ვერსად ვერ პოულობთ. და მე აღმოვაჩენთ, რომ ეს მდგომარეობა ჩვენში გახანგრძლივდება ლოცვისა და ღვთისმსახურების გარეთაც. მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ლოცვა გრძელდება. ლოცვა არ უნდა დასრულდეს. წესით ქრისტიანის ლოცვა არასოდეს სრულდება. მოუკლებლივი ლოცვა ნიშნავს ჩვენს მუდამ ლოცვით მდგომარეობაში ყოფობას. ამ დროს კიდევ ერთხელ გვახსენდება ამას სოფლის ამალოება და ყველაფერი ის, რაც ამ სოფელშია, არის ძალიან ხშირ შემთხვევაში ჩვენი მაცდუნებელი. მაცდუნებელი ჭეშმარიტი გზიდან, რომელსაც ღვთისაკენ სავალი გზა ქვია. ეს გზა ჩვენთვის ძალიან ცოცხალი და ძვირფასია, მას იესო ქრისტე ქვია, თვითონ ამბობს მე ვარ გზა. მაგრამ ეს სოფელი თავის შფოთითა და განსასწრებით გვაცილებს ამ გზას. ამ სოფელში ყველაზე მძიმე განსასწრელი არის შიში გარდაცვალებისა, სიკვდილისა და ახლობლის გარდაცვალება. მაგრამ ისე როგორც ყველა შფოთი და ყველა განსასწრელი დაიძლევა ღმერთთან ცოცხალი ურთიერთობით, ცოცხალ ღმერთთან ცოცხალი ურთიერთობით, დაიძლევა შიში გარდაცვალებისა და ტკივილი ახლობლის ჩვენგან წასვლისა. იმიტომ რომ რაც მეტად დაუახლოვდებით ღმერთს, რაც მეტად ღვთის მადლი შემოვარს ჩვენში, რაც მეტად განიცდება ჩვენს მიერ მარადისობა, მით მეტად დავინახავთ ამას სოფლის ამალოებას, რომელიც თეორიულად ისედაც ვიცით და მით მეტად დავინახავთ სიმყარეს, მდგრადობას მარადიული სიცოცხლის, რომელიც არის სრული სისავსე, ყოველგვარი სიკეთისა, ანუ მარადიული სიცოცხლე. ღმერთთან ყოფობა არის სრული სისავსე, ყოველგვარი სიკეთისა, მათ შორის სიმშვიდისა და სიმშვიდეში მყუდროებისა და მყუდროებაში ბედნიერად ყოფობისა. ოღონ ეს ყველაფერი იწყება აქ, ჩვენში აქ უნდა დაიწყოს. იმიტომ რომ ჩვენი გული, ჩვენი არსება, რომელიც ბოროტების ციხესიმაგრეა, როგორც მე გუშინაც გითხარით, უნდა იქცეს სული წმინდის
მყუდრო სავანებ. სულიწმინდის მყუდრო სავანეთ ვიგულისხმება მადლი, რომელიც სულიწმინდა მოგვიტანა, ხოლო მადლის მიერ სავანებ ყოვლადწმინდა სამებისა, მამისა, ძისა და სულიწმინდისა. და თუ ჩვენი გული გახდება სავანე, მყუდრო მამისა, ძისა და სულიწმინდისა, მაშინ ზეცა ჩვენშია, მაშინ ჩვენ ლოცვას უდიდესი ძალა აქვს. როცა ჩვენ უფალს ვევედრებით, უფალო აცხოვნე, ჩემი ახლობელი გარდაცვლილი, ეს იმას ნიშნავს, რომ ზეცაში შეიყვანე. ზეცაში შეიყვანე, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემ გულში შემოიყვანე. და აი ეს საოცარი სასწაული, როცა ღმერთს ადამიანის ცხოვრებას ვევედრებით და ამით ვევედრებით, რომ იგი სასუფეველში შევიდეს, მაგრამ რადგან ზეცა, როგორც წმინდა მამები ამბობენ, თუ ადამიანის გული განიწმინდება, ადამიანის გული იგივე ზეცაა, იმიტომ რომ ჩვენში მკვიდრდება ყოვლადწმინდა სამება, ჩვენ ვევედრებით, რომ ჩვენი ახლობელი ჩვენს გულში შემოიყვანოს. და გესმით, რა შეიძლება იყოს ამას დიდი ნუგეში, როცა ადამიანი ჯერ კიდევ აქ მიწაზე მყოფი, იქნება გამცდელი მარადიული სიცოცხლისა საკუთარ თავში, ღმერთისა საკუთარ თავში, აქედან გამომდინარე მისი რწმენა იქნება როგორი ცოცხალი, რომ მისი ახლობელი ცოცხალიად არის იქ, სადაც ღმერთია. და როგორი ერთობა იქნება ჩვენი და გარდაცვლილების. საბოლოო ჯამში ესეც არის, ეს დაყოფა ხოდროებითია. ეკლესია არ არის მარტო ბიოლოგიურად ცოცხალი ადამიანების სამყოფელი და ეკლესიის მისტიური სხეული შედგენილია არა მარტო ჩვენგან, არამედ გარდაცვლილებისაგანაც. ანუ ეკლესია ფაქტობრივად ერთმთლიანი ორგანიზმია. ეს არის ერთმთლიანი ორგანიზმი ქრისტესი, რომლის ანუ სხეული, მისტიური სხეული ქრისტესი, რომლის თავი ქრისტეა. ანუ ერთმთლიანი სხეული, აქაურებიც და იქაურებიც. ამიტომ ჩვენ წესით ჩვენ ძალიან ორგანული ერთობა უნდა გქონდეს. თუ ჩვენში რწმენა გამტკიცდება და ჩვენ ვიქნებით მართლაც ცოცხალი უჯრედები ქრისტეს მისტიური სხეულის. ღმერთმა აცხოვნოს ჩვენი მიცვალებული და ჩვენ ისე გვეცხოვროს მართლაც, რომ ჩვენში გულში ცოდვის ციხესიმაგრის მაგივრად ყოფილიყოს საუფლო ყოვლადწმინდა სამებისა, რომ ჩვენ ლოცვამ შეიძინოს ძალიან დიდი კადნიერება და როცა ჩვენ ღმერთს ვთხოვთ, რომ ღმერთო აცხოვნე ესა თუ ის ადამიანი, ამ ლოცვას უდიდესი ძალა შეეძინება. ამ შემთხვევაში მიუხედავად ჩვენი ცოცხლობისა და ჩვენი დაცემულობის. ღმერთმა აცხოვნოს ჩვენი მიცვალებული და ჩვენ კიდევ მოგვცეს სწორედ ცხოვრების უნარი, ცოდნა, სიბრძნე და ეს მყუდროება, რომელიც ბედნიერების დასაწყისია. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თან. ამინ.